რა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რას გულისხმობს ის? პოლიტიკური პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც მიზეზთა გამო, ობიექტურ მიზეზთა გამო, სუბიექტურ მიზეზთა გამო, გარემოებათა გამო, იმის გამო რომ ვინმე მოკაცრავად სიტყვისთვის და გაუჩალიჩა, იმის გამო რომ მან რაღაცა ვერ გათვალა, არასწორი პოლიტიკური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური არასწორი ნაბიჯი გადადგა, ის იღებს პასუხისმგებლობას და თანამდებობიდან მიდის. აქვს თუ არა ვადა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ანუ შეიძლება თუ არა რომ პირი რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას გადადგეს ასე მაგალითად ორშაბათს და 2 თვის თავზე ასევე ორშაბათ დღეს დაბრუნდეს. არ არის საკვირველია, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვადა აქვს, მაგრამ როდესაც იმთავითვე იცი, რომ ეს პირი იგივე შეცდომას და შესაძლოა დანაშაულსაც კი გაიმეორებს, ეს პირი სათოფეზეც კი არ უნდა გააკარო ხელისუფლებასთან, ხელისუფლებაში არ უნდა დააბრუნო. არ ვიცი, ბევრი თქვენგანი ალბათ მიხვდა, რომ მე ვსაუბრობ ირაკლი კობახიძეზე, ამ ამბავში, ამ ჩხუბ-ჩხუბში, დავა კამათში, წულუკიანსა და გახარიას შორის, რომელშიც ამ დავაში, ამ კამათში, ამ მსჯელობაში, ამ დაპირისპირებაში არც ერთია მართალი და არც მეორე. ორივე პეთქრული ქვეყნის შვილები არიან, წულუკიანი კი რუსეთისა. დამატებით. ხო, რუსეთის შვილი ხა აღარ დამიწყოთ ხა აქ. ლაპარაკი იმაზე რომ წულუკიანმა რაღაც საფრანგეთში მიიღო განათლება. საფრანგეთში განათლება მიღებულებიც და გერმანიაში განათლება მიღებულებიც არიან რუსეთის შვილები, უამრავი მაგალითი არსებობს. ამისა, მოკლედ ამ დავა კამათში ჩვენ გვავიწყდება, ვინ ჩამოიყვანა გავრილოვი საქართველოში. ფორმალისტურად ვინ ჩამოიყვანა, თორე ყველა ხვდებით და შესანიშნავად ხვდებით იმას, რომ ჩამომყვანის ფორმალისტი ჩამომყვანის ზურგს უკან რასაკვირველია იყო ბიზინა ივანიშვილი, რომელიც თანახმა იყო რომ გავრილოვი არა მარტო ჩამოსულიყო, არამედ ჩასკუპებული იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და ეს იყო რუსული ჰიბრიდული ოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ეპიზოდი იმ ჰიბრიდული ომისა, რომელიც რახანია 30 წელია მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ მეტი წელი. სხადია ივანიშვილმა ეს ყველაფერი იცოდა, მაგრამ ფორმალისტური თვალსაზრისით პასუხისმგებელი იყო ირაკლი კობახიძე, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე და მართლაც რო გაიძურწა ბაქოში, ვწდები კი არა, არ ვწდები, ირაკლი კობახიძე ამ მოვლენების გამო იზოლებული გახდა, რომ გადამდგარიყო, აიღო რა ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ეს არ იყო სისხლის სამართლის დანაშაული. აი ამ ლოგიკით თუ მიუდგებით, თუმცა შესაძლოა იყო კიდეც, თუმცა ახლა აღარ გავაბახვიდებ ამაზე ყურადღებას. პოლიტიკური პასუხისმგებლობა რო აიღო ირაკლი კობახიძემ, ის გაემიჯნა თუ არა აღიარა თუ არა საკუთარი შეცდომა. აი მე გულახდილად გეტყვით, არ მახსენდება, რომ 2019-დან 25-მდე 6 წელია გასული პრაქტიკულად უკვე ირაკლი კობახიძეს ერთხელ მაინც ეთქვას, რომ ეს დიახ მეგობრებო, მაინც და მაინც მისი სინანული და ბოდიში კი არ გვინდა, მაგრამ როგორც თავად უნდა მზია ამაღლობელის ბოდიში არა, მაგრამ ეს იყო ჩემი შეცდომა და აკი ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი გადავდგი. არა, უბრალოდ ვითარება რომ განმუხტულიყო, იმიტომ გადადგა და არა იმიტომ რომ მას გაცნობიერებული, გასიგრძეგანებული ჰქონდა რა დანაშაულიც ჩაიდინა. პოლიტიკური დანაშაულიც ჩაიდინა, ასეთი ტერმინით მოვიგოთ და ბჭყალებში ჩავსვათ, მან სახელმწიფოს ქვეყნის წინაშე. განმუხტვისთვის და იმისთვის, რომ იმხანა ძალიან არარეულიყო ვითარება, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ახლა წადი სახში დაისვენეო და მართლაც დაისვენა ძალიან ცოტა ხანი, თუმცა მე დაბრუნდა, არცად არ წასულა და ისე დაბრუნდა, მეთქი ასე შემიძლია გითხრათ, იყო პარტიაში, იყო პარლამენტში და ასე შემდეგ, იყო ლიდერის პოზიციაზე პირი, რომელმაც აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ასე რომ ამბობთ ხოლმე და ასე რომ გვასაღებენ და ასე რომ გვეუბნებიან და მე გარკვეული პერიოდის შემდეგ, აგე 2 წელი გახდება მალე, გახდა პრემიერ-მინისტრი. ასეა. ხო, და აი მე გეკითხებით, სხვანაირად დავსვათ კითხვა, ხვალ შესაბამისი მდგომარეობა რომ შეიქმნას, ანუ ჩვენ ვერ გავუწიოთ წინააღმდეგობა, ან გავუწიოთ წინააღმდეგობა და გადაგვიარონ და გადმოგვიარონ საკუთარი კუნთმაგარი სპეცნაზის საშუალებით, ისინი ჩამოიყვანენ თუ არა
გავრილოვს კობახიძე ამჟამად უკვე პრემიერ-მინისტრად წოდებული ჩამოიყვანოს თუ არა გავრილოვს ან FSB-ს რომელიმე სხვა წარმომადგენელს და პასუხი ამ კითხვაზე ვიცით უკლებლივ ყველა დიახ კობახიძე არ ნანობს რა 2019 წლის ამბავს რა საკვირველია მოიპატიჟებს და ღვინოსაც ჩამოუსხამს რომელიმე არა პოზნერს ეს ერთი ამბავია არამედ FSB-ს მაღალ ჩინოსნებსაც კი ბიზიდა ივანიშვილს აქვს ნათქვამი რომ გადაირიეთ ამ გავრილოვზეო 3 წლით ადრეო FSB-ს წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულებიო არ ვიცოდით ბატონო ივანიშვილო მე პერსონალურად არ ვიცოდი საზოგადოების უმრავლესობამ არ იცოდა რო გწოდნოდა ცხადია უარეს დავმართებდით ასე ვიტყვი იმ FSB-ში და თქვენს 2016 წელს თქვენი პრემიერ-მინისტრი ვინც იყო მოგვი აღარ მახსოვს რა მნიშვნელობა აქვს აი ამგვარ სახელმწიფოში ვითომ პასუხისმგებელთა და რეალურად კი უპასუხისმგებელთა სახელმწიფოში გვაცხოვრებს რეალობაში გვაცხოვრებს ბიზიდა ივანიშვილი ახლა ამ ყველაფერს სულაც არ გავიხსენებდი და სულ სხვა რამეზე გესაგაგესაუბრებოდით რომ არ მოეწოდებინათ ჩემთვის ერთი ადირინდელი ალბათ 2019 წლის ან 2020 წლის იმიტომ რომ ქურთუკები გვაცვია 19 წლის მიწურულის არ 20 წლის დასაწყისის ვიდეო რომელშიც ჩანს ერთი რესპონდენტი კაცი ოდიში მე დავაპაუზებ თან და მე თან ხალხს აუწევ პოპულარული კაცი რომელსაც მე ვიცნობ დიდი ხანია ერთად მუშაობდით ერთი ხანობა არ მუშაობდით მოდიში ვიხდი ის რომ მივიდა გაზეთ კავკასიონში მე გაზეთ კავკასიონიდან წამოვედი მაშინ ვასიკო ბაღლაფერიძე იყო რედაქტორი ვასიკო ბაღლაფერიძე რო იყო რედაქტორი კარგი ხალხის იყო რედაქტორი ვასიკო ბაღლაფერიძეს მაშინ კი არ ეთყობოდა არ ნაკლებად ეთყობოდა კოჭებში რომ ისეთი იყო როგორიც არის და ეს ვასიკოს კადრია ესეთი ხაზით მოდიან ხო ვასიკო კიდევ ერთი რომელსაც არ დავასახელებ რომელიც ხოთაშორის გაემიჯნა მას და აღარ მეგობრობს მაინც და მაინც ქალბატონი და სოზარი და კიდე რამდენიმე ხო და ინტერვიუ ამიღია მე სოზარისგან ნახეთ ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და ნებისმიერ ქვეყანაში ასე ხდება. გახედეთ საფრანგეთს რა ხდება. სწორი ქნაშინა გასაკვირდა სამინისტრო. ისევე როგორც ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და ნებისმიერ ქვეყანაში ასე ხდება. გახედეთ საფრანგეთს რა ხდება. სწორი ქნაშინა გასაკვირდა სამინისტრო. ისევე როგორც და გასაცნობო ბრო. ცალკეულ გადასტურებზე რა თქმა უნდა იქნება გამოძიება. რო ესროლა სწორი ქნამეთ კი შინაგან საქმეთა სამინისტრომეთ კი ჩავეკითხე და კიო უცებ პასუხობს არ გჯერათ თავიდან ერთ წუთს ხდება გახედეთ საფრანგეთს რა ხდება სწორი ქნა შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევე როგორც გასაცნობო ბრო ცალკეულ გადასტურებზე რა თქმა უნდა იქნება გამოძიება მაგრამ იმის იქით ხელისუფლებას აქვს არა მხოლოდ უფლება ვალდებულება დაიცვას სახელმწიფო როდესაც შტურმი ხდება როდესაც პოლიცია აწესდება კანონის პოლიციელი მოიტაცეს გამოხავდათ გამოხავდათ უგებულობა გამოხავდათ იკაცები გავრილოვის ჩამომყვანთან მიმართ რომელიც ქართული ოცნების წევრი იყო და შესაბამისად მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა ცდილობდა დატოვა პარლამენტი აი ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი გავრილოვის ჩამოყვანის ჩემი კითხვაა გავრილოვის ჩამოყვანის მიმართ რა პასუხისმგებლობა გადავრცელდა მეთქი და იყო რა საკვირველია ჩამოიყვანა მისი ბრალია ეს ყველაფერი და მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა ითვირთა და დატოვა პარლამენტი პარლამენტის თავმჯდომარე იყო იცით თქვენ იმ ხანად და დატოვა პარლამენტი მაგრამ ირაკლი კობახიძე რომლის გუნდის წევრიც არის ახლა სოზარ სუბარი რეალურად პოლიტიკიდან და ქართული ოცნებიდან და საქართველოს მმართველობიდან დე-ფაქტო მმართველობიდან არ წასულა არსად და ახლა იცით თქვენ რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებს უпроსტად დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი და სოზარი რომელიც იმ ხანად იყო გახარიას ნახეთ ჩანს აქედანაც ხო გახარიას ყურბოჭრილი ახლა არის კობახიძის ყურბოჭრილი და ზეგ გახდება ნებისმიერი ყურბოჭრილი ასე გავბედავდა ვიტყვი მიშა სააკაშვილის ყურბოჭრილიც კი მიუხედავად იმისა, რომ მიშა სააკაშვილთან როცა სახალხო დამცველი იყო, მას ჰქონდა შეპირისპირებები, უნდა ვაღიარო ეს და გვეჩვენებოდა, რომ ის კარგი სახალხო დამცველი იყო, არა, გვეჩვენებოდა, არა, ის აღიარეს კიდეც როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სახალხო დამცველად აღიარეს, თუმცა უკვე შემდგომ პერიოდში ჩემი მოსაზრებით მინიმუმ 2 სახალხო დამცველი ყავდა
ბევრად უკეთესი ჩვენ ქართული ოცნების დანიშნული სხვათა შორის ერთი მათგანი მაინც ეს არის ჩემი ვიდეო ბლოგი პასუხისმგებლობის თაობაზე ჩვენ უნდა კარგად გავისიგრძეგანოთ რას ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ნიშნავს რომ ადამიანები ახლა მიდიან ახლა გაეცლებიან იმიტომ რომ ვითარება არ გადაიძაბოს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდებიან თუ ეს პირები არ არიან არჩეულები ირაკლი კობახიძე არ არის არჩეული პირი კი სიაში იყო თუ გნებავთ ესე ვიტყვი 2020 წელსაც თუ არ ვწდები და არ ვწდები 24-ში იყო სიაში მაგრამ არც ერთი მათგანი მაინც არ არის არჩეული იმიტომ რომ არაბიძინა ივანიშვილი თუ 20 და თუ 24 წელს კობახიძის რეიტინგი პერსონალური რეიტინგი რასაკვირველია იქნებოდა 0-დან 1-ის ფარგლებში და ქართული საზოგადოება მასზე ყურადღებას რასაკვირველი არჩევას რასაკვირველი არ გააკეთებდა. დამოუკიდებელი თვითკმარი რეიტინგი, თვითკმარი პოპულარობა ირაკლი კობახიძეს არ აქვს და არც ეკნება. მაგრამ ეს კობახიძეზეც არ არის ეს ვიდეო ბლოგი. ეს ამ ვირთხიზაციაზეა, რომელიც ხდება ქართულ ოცნებაში. ვირთხიზაცია ხდება იმიტომ რომ ახლა ჯგუფდებიან და გადალაგების სტადიაში არიან. ხდებიან რა რომ საერთაშორისო კონიუნქტურაც სულაც არ იქნება საბიძინო პირველი და შესაბამისად საოცნებო. და ახლა ყველა ეძებს იმას რომ თბილად ჩამოდოს დუნდულის ნაწილი მაინც სადღაც რომელიღაც სავარძელზე. მათ შორის გაგიკვირდებათ და ეძებს სოზარ სუბარიც კი რომელიც ახლა გვეხატება თუ იხატება როგორც ანტიგახარია და პრო კობახიძე თუმცა კობახიძე ხო ეს ფაიბერ კომედიაში ხო სამი მოღალატეა ხო იუდა ბრუტუსი და კასიუსი თუ არ ვწდები ხო იუდა ბრუტუსი ყველა მის ხო და სოზარი ხო მეოთხე მოღალატე არ არის ცხადია მაგრამ ну აი პატარ-პატარა მოღალატუკები არიან ყველგან მიშა სააკაშვილსაც ბლობად ყავდა ამათაც ბლობად ყავს ბიზნეს ყავს ეყოლება და ასე შემდეგ ეხლა მეორე რამე რაც მინდოდა მეთქვა რასთან დაკავშირებითაც მინდოდა ყურადღების გამახვილება ეს არის ბოდიში გადავამოწმებ ამ კასიუსის ამბავს პარალელურად და ვილაპარაკებთან ხო მეორე რამე მინდოდა მეთქვა იმასთან დაკავშირებით რომ გენერალმა კი არა რუსმა პროპაგანდისტმა და იდეოლოგმა უფრო დუგინმა გააკეთა განცხადება რომ საბჭოთა კავშირი უნდა აღდგესო და საქართველოს გარეშე საბჭოთა კავშირი წარმოუდგენელია რატომ ეტანებიან საქართველოს სწორედ და გაცილებით მეტად ვიდრე რომელიმე სხვა სახელმწიფოს რატომ გამოარჩევენ მას ორი მიზეზი არსებობს პირველი გეოპოლიტიკური გეოსტრატეგიული მდებარეობა და მეორე ბოღმა საქართველოს მიმართ რომ სწორედ ის სახელმწიფო დააჩაგრონ დაიპყრონ დააჩმორონ დააჩაჩანაკონ რომელმაც მას წინააღმდეგობა გაუწია და სულ უწევდა ამ სამი საუკუნის განმავლობაში რაც ურთიერთობა გვაქვს აი ამიტომ გამოარჩევს ესე და არა იმიტომ რომ გრიბოედოვი ჩამოდიოდა და აქ არის დასაფლავებული და რა ხვითოც იყო ეს გრიბოედოვი ამაზე მე არ ვილაპარაკებ და ოდესმე კი ვინმე უნდა ილაპარაკოს რასაკვირველია და რა ქნა საერთოდ რას აკეთებდა საერთოდ ეს ერთი და როგორ არა უკრა უშუალოდ ნინოსაც კონკრეტულად ნინოსაც ამაზე ვინმე ილაპარაკებს ოდესმე იმედი მაქვს და არც იმიტომ რომ არ ვიცი რაღაც ცისფერყანწელებთან ერთად სვამდა კარგი რუსული მასშტაბით კარგი პოეტი სოფლიო მასშტაბითაც კარგი საშუალო პოეტი სერგეი ესენი თუმცა არა წვერვალი პოეზიისა რუსულ პოეზიაში ის რაღაც პირველ სამეულში ალბათ შედის მაგრამ არ არის წვერვალი სოფლიო პოეზიის ასეულშიც არ არის ესე ვიტყვი ხო არა მაგიტო არამედ იმიტომ რომ საქართველოს აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობა და დუგინმა შესანიშნავად იცის ამასობაში და არ დამავიწყდეს ბოდიშს ვიხდი ესე იგი ხო ხაიბრე ბოდიში
ხო, ამასობაში ჩავხედავდი ახოდი და მდებარეობა აქვს არაჩვეულებრივი საქართველოს და კიდევ იმიტომ, რომ საქართველოს არის ქვეყანა, რომელმაც აარტყა და ხელუყურმა აარტყა რუსეთს გასულ საუკუნეში, მე-19 საუკუნეში და ასე შემდეგ. არ ვერ ვნახე სიმართლე გითხრათ. ერთი წამით ბოდიშს ვიხდი. თუ არ მიწყენთ. სანადო გადავყავარ ამ Facebook-ზე. სად არის? თანჯდება ჩემი ტელეფონი. თუ მაინც და მაინც შევწოდე და მესამე მოღალატე ღვთაებრივ კომედიაში დანტე ალიგიერში არ არის კასიუსი, ხო, უნდა მომიტევოთ. ვერ ვნახულობ. აბოდიში ესე ვნახობ. ესე იგი იუდა ბრუტუსი და ბოდიში მეგონი ნახე. ხო ვერ ნახე. მომიტევით რა, მართლა მინდა გქხოვოთ რომ მომიტევოთ. ესე კარგად არ ვიცნობ მე. ჩემი შეცდომა არასაგვირველია დანტე ალიგიერის და მის ამ გენიალურ ნაწარმოებსაც მახსოვს ბავშვობიდან. ნახვამდის.